შენი პოდკასტი მოგესალმებით. დღეს ჩვენი სტუმარი არის მუსიკოსი, songwriter-ი ნიკა კოჩაროვი. გამარჯობა. გამარჯობა. სანამ დავიწყებთ ერთ პატარა რაღაცას მოვყვები, საერთოდ არ გიცნობდი მე შენ, არც შენი შემოქმედება ესე დიდად ჩემთან ახლოს არ იყო, ანუ ეს უფრო როკის მიმართულება, ხო? ხო და იყო პერიოდი, როცა დაკავებული ვიყავი სიზმართხილვით, ანუ სიზმრებს ვიწერდი ხოლმე და ამებზე მუშაობდი რა, რომ გამომქონდა ინფორმაცია სიზმრებიდან რაღაც ეგ მაინტერესებდა და რამდენიმე წელი ვიყავი მაგით დაინტერესებული და მაგას ვაკეთებდი აქტიურად და მაგას მე რო აკვირდები, ანუ ეს სიზმრების თემა არის როგორც ინტერნეტი რა, შიგნით ჩვენ შიდა ინტერნეტი არის, კავშირი არის ყველასთან და ყველაფერთან რა და ძალიან უცნაური იყო, რომ ეგეთი სიზმარი და მე სიზმრა რომ შენ გნახე, თელ შენ რაღაც სასტავთან ერთად, სპორტის სასახლესთან და რაღაც აი მეც თქვენთან ერთად ვიყავი და ესე კი მახსოვდი რომ სხვადასხვა ტელევიზიიდან რაღაციდან და მაგრამ ანუ გამიკვირდა მეთქი ანუ რატო ვიყავი ამასთან ერთად ან რა მინდოდა ან საერთოდ რა ხდება და მე ძალიან მალე ორ კვირაში გავიცანი ნინო ტოგონიძე. ხო და მე დაილინკა რატომაც ხო ეს ყველაფერი და რაღაცა ეგეთი ისიც მოხდა მაგის თქვაც მინდოდა და შენ რაღაცებს ესე იგი ხო მე ანუ როგორც გითხარი ანუ რაღაც შენი ესეთი რაღაცები მოსმენილი კი მაქვს მაგრამ დიდად არა უფრო ნინო მასმენინებდა მე რაღაც ისეთ რაღაცებს რომელიც საერთოდ გამოცემულიც არ აქვს საერთოდ და ისინი ძალიან მომწონს რა და кайიქნება რაღაც ხო სახელები არ მახსოვს მაგრამ თუ გინდა მე გეტყვი ნინოს ეცოდინება და ხო ეხლა რა ეტაპზე ხარ შენ ცხოვრებაში რას აკეთებ და ეს მაგამ თემინდა და როგორ ხარ ეს როგორ ვარ ძალიან კარგად ვარ იცი რა არის ესე კონკრეტულად არაფერი არ მაქვს რაც შემოდის იმას ვაკეთებ რა ეხლა რაღაცა ძალიან უცნაური გამოწვევები მაქვს რაღაცა ისეთი შემოთავაზებები მაქვს ამ ბოლო დროს თავიდან ვფიქრობდი რომ რა გაკვეთილია ეს ანუ უარის თქმის გაკვეთილია თუ მიმღებლობის გადავწყვიტე რომ მიმღებლობის გაკვეთილია იმიტომ უარის თქმას არაფერი არ უნდა რა და რო ეგ რო გადავწყვიტე ისეთი საინტერესო ხალხი გავიცანი და ისეთი საინტერესო გამოცდილებები მივიღე რომ ეხლა ხვდები რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე რა და რა ტიპის შემოთავაზება საქმეა ერთად მუსიკალური ხო მუსიკალური როგორ თქვით აი მე რო არ აი მანდ მივხვდი რა ეგ რო გავაჟღერ რომ მე რო არ შემეფერება ხო მივხვდი რომ არასწორი ვარ უკვე რა ხო რას შევს არ შეგეფერება ანუ всё ეს ხარ რაღაც ჩარჩოში ზიხარ всё ხო და მივხვდი რომ მოგონილი რაღაცა ბავშვობიდან ჩარჩო მომყვება რომელიც გასარღვევია რა თქმა უნდა ეხლა ეს წლების მანძილზე იზრდებოდა მაგრამ ამ ბოლოს ხვდები რომ საერთოდ არ არსებობს რა ეს ჩარჩო ხო ანუ აფართოვებ ხო რაღაცა მე მაგას გაფართოვებას ვეძახი რა ხო რომ ანუ რაღაცა ისე გეწებება ეს რაღაცეები რა ანუ შენ თავს ზღვარს ისე უწესებ ვერც ხვდები რომ ზღვარში ხარ რა რაღაცნაირად და მე ხო ცნობიერი ძალისხმევა ჭირდება მაგას რომ და ეგ ანუ ესეთი ანუ თვითონ შენი პერსონაჟი არ ვიცი შეიძლება ეხა ძალიან არაობიექტური იყოს რა იმიტომ რომ კარგად რო არ გიცნობ შენ ესე თქვა რა ხო ანუ მაგრამ ჩემი დაკვირვება რაც იყო შენ დამი ანუ ახან არტარიაზე მხვდებოდი ხან რაღაცა რა და ანუ იმ რაღაცა იმ სოციალური ფორმებიდან თუ ნორმებიდან თუ რაღაცებიდან სულ რაღაცა ამოვარდნილი ტიპი იყავ ჩემთვის რა ანუ მეგონა რომ ყოველთვის შეგეძლო რაღაც ექსცენტრიული რაღაცის გაკეთება რომ სხვებისთვის რაღაც ეს შოკი ყოფილიყო რა რაღაც ეგეთი ტიპის ის ქონდა იმიჯი ჩემთან მიხედავთ იმისა რომ საერთოდ არ მქონდა ესეთი ახლო რაღაც არც მოსმენილი დიდად რაღაცები და ეგ მიმართულება ჩემი არ იყო მაგრამ ანუ თვითონ ტიპაჟი საინტერესო იყავი, მაქედან გამომდინარე ზუსტად რომ აი ეს რაღაც ფორმებიდან უცბად თითქოს დაანგრევა შეგეძლო და ეს დაანგრევა შეგეძლო მაგიტომ საინტერესო იყავი და თან აი მოულოდნელობების რაღაცა იყო რა თითქოს აი განსაზღვრული ტიპი არ იყავი რა შეგეძლო უცბად რაღაც ისეთი გამოხტომა გაეკეთებინა რომ საერთოდ აი ეგ შენ ეს სწორი ახმა ჩემი შენ დამი თუ გეტყვი ახლა ეს სწორი ახმა ერთის მხრივ როცა აი ნორმატიულიდან არის რაღაცა გადახვევა. ხო. მაგრამ ეგეც ხო რაღაცნა სუბკულტურის ნაწილია და ჩარჩო არის. რომ აი მე ესეთი უცნაური ტიპი ვარ, ხო? ანუ ეგეც
იმიტომ რომ იმ სამყაროში სადაც მე ვარსებობდი და ვარსებობ მანდაც რაღაც თავი დოგმები აქვს რა ანუ ეგეთი უნდა იყოს ეს არ მოსულა რაღაცა გოიმობა იქ თუ გახვედი всё და ნუ აი ხო ხდებია ხო და ყოველდღე მაღაზია კი არ მუშაობ რა მაგრამ ნუ ეს მიმღებლობაზე უფრო მუშაობ რომ ანუ რომ მივხვდე კარგად რომ ეს არ არსებობს საერთოდ რა ხო და მაგას ეგ თვითონ ეხლა მე ანუ ასტროლოგი ვარ და ანუ ასტროფსიქოლოგის მიმართულებით და ანუ არის რა რუკაში რომ დაიბადები ან ჩანს რომ შენი მიდრეკილებები ესე ვთქვა საიდგან მიდრეკილებები შეიძლება ეგეთი ტიპი ხო იყო ბუნებრივად რა ასტროლოგია რეინკარნაციულ სისტემას ეხმობა რომ არაერთი რეინკარნაციის განმავლობაში მიდრეკილებები ჩამოგიყალიბდა და ნუ ეხლა იტყვი რომ თქვა რომ ეგეთი ვარ რა ხო და ეს ეხლა შენი ეგ პერსონაჟი ესე ვთქვა რა პაბლიკ პერსონაჟი რაც ყავდა ანუ ეს ბუნებრივად ესეთი ტიპი იყო თუ ანუ უფრო მეტად ეს რომ ფორმები ქონდა აღებული იმ ნორმების საზოგადოებრივ იმ წრიდან რა წრეშიც იყავი რაღაც ფორმებს მოიტყოდა რომ ამ ფორმებში უნდა მჯდარიყავი ესე ვთქვა იცი რა ამ წრეში მოხდი რომ ეს მიდრეკილება მქონდა ხო ანუ მაგრამ რაღაცებს წიგნებს კითხულობ ფილმებს უყურებ და რაღაცებს იღებ და არაცნობიერად გეწებება ხო არაცნობიერად რა და თან ხა პატარა რო ხარ რაღაც ცდილობ რომ ანუ რაღაცის ნაწილი იყო ვიღაცას მოეწონო და ეს ხა არ იყო ეს ჩემთვის შრომა ანუ ძალიან ნატურალური იყო ეს ყველაფერი რა და ეხაც არის მაგრამ ნუ მაინც ვერ იტყვი რა ხვდები ეს მართლა ჩემი იყო თუ გარემოებების მე მაინც მგონია რომ ეს ყველაფერი გარემოებების ბრალი არის რა და აი გამოცალკან თვითონ აი რეფლექსია როდის დაიწყო რა აი შენი თავის გამოცალკევება შენივე თავისგან ანუ რაღაც აი შენი პერსონაჟი როგორც თამაში რაღაც ვთამაშობთ თქვათ რაღაც პერსონაჟია რომელიც რაღაც მისიებს გადის და შენზე ხარ ამ კონტროლერთან რომელიც ამას აკონტროლებს და ასე თქვათ ანუ ეს რაღაცნაირად დამკვირვებლის პოზიცია როდინან დაიწყო შენ ცხოვრებაში ან გამოცალკევება შენი თავიდან თუნდაც პერსონაჟიდან და ასე შემდეგ რა იცი რა არის მე მქონდა ძალიან საინტერესო გამოცდილება რაღაც 20-21 წლის რო ვიყავი არ ვიცი რით დავიმსახურე ეს მაგრამ აქიდან ამ გადმოსახედიდან ამ ცოდნით რო უყურებ რაც მე დამემართა რა რაღაცა მხრივ გამოღვიძების თუ გასხივოსნების დემო იყო რამდენი წლის იყავი? 20-21 წლის ვიყავი. არანაირად არ დამსახურებია, აი საერთოდ, უბრალოდ დამეცა და კარგად მახსოვს ის დღეები, კვირა იყო თუ რაღაც. ანუ დიდხანს გასტანა რა. და ზუსტად ვიცოდი რომ ყველაფერი შემეძლო და თან შემეძლო. ანუ ყველა სიგიჟე ის იყო რომ ცოტა საშიში იყო. ხვდები? და ხვდებოდი იმასაც რომ რა უნდა გამეკეთებინა რომ ეს არ წასულიყო, იმიტომ ხვდებოდი რომ დამეცა, იქაც ხვდებოდი მაგას და ნუ რა თქმა უნდა არაფერი არ გავაკეთე იმისთვის რომ შემენარჩუნებინა, ვერც ვიზავდი ვერანაირად. და უკვე გაცნობიერებულად ეს დამკვირვებელი შემოვიდა მე დავიწყე გამოჯამთელება დამოკიდებულებიდან სადღაც 4 წლის წინ. და მაქიდან წავიდა, იმიტომ რომ რეალურად ხა არაფხიზელი რო ხარ, რაც არ უნდა წაიკითხო, რაც არ უნდა ქნა, რა პრაქტიკას არ უნდა და არ არსებობს, მე მაგას ვერ დამაჯერებს, რაც არ უნდა მიიღო, რომ შენ რამენაირად მიუახლოვდები ან ღმერთს, ან შენ თავს, ან რაც გინდა დაარქვი რა. ხო. და ეს გამოცდილება რასაც ყვები, ან ფხიზელი, ან რამე ზემოქმედების ქვეშ იყავი თუ შენ უცბად იცი მაშინ ვეწეოდი რა, მაგრამ აი მაგ პერიოდში არ ვეწეოდი და ერთ-ერთი მიზეზი ის იყო წასვლის, რომ ანუ ხვდებოდი რომ ეხა რომ მოვწიო წავა თქო რა. და ნუ რაღაც პერიოდი არ ვეწეოდი, მაგრამ ნუ ჩემმა დამოკიდებულება მაჯობა მაშინ და რა თქმა უნდა მოვწიე და მალევე გაქრა ეს რა. ანუ ესეც ეხა შენ რასაც ყვები, ეგეც ბევრჯერ შემოხვედრია სპონტანური გამოღვიძებები ხა შენ რასაც იძახი რა. რომ უცბად ეს ლიმიტები რომ იხსნება მთლიანად და საკუთარი ძლევამოსილებისაც რომ გეშინია, იმიტომ რომ პასუხისგებლ ანუ ხვდები რომ რაღაც ანუ როგორც კონსტრუქციული შეგიძლია გააკეთო, ისე დესტრუქციული შეიძლება გამოგივიდეს საერთოდ შეიძლება რომ არც გინდოდეს, მაგრამ გამოგივიდეს და ანუ რამდენი ხანი გაგრძელდა ეგ რაღაც გლიმსისავე. ანუ აი კვირამდე ალბათ რა. მართლა. და ხვდებოდი რომ რაღაცები ანუ შემეძლო გამეკეთებინა
და მეთქი ეს რაღაც სიკეთეები რო მეთქი თუ გავაკეთებ ანუ ხვდებოდი რომ თუ გავაკეთებ დარჩება რა ანუ უბრალოდ უფრო დიდხანს დარჩება ასნი 20-21 წლის რო ვიყავი არ მეცალა მაგის და თვისებებში რას და როგორ აღწერდი ანუ აი რა შეიცვალა აი ჩვეულებრივი ყოფა რომ აიღო ადამიანებთან ჩვენი შეზღუდვები ჩვენი კომპლექსებით და ლიმიტაციებით და ეგ უცბად გამოგვიძებაში რომ ჩავარდი აი კონტრასტი რა იყო როგორ აღწერდი კონტრასტი რა იყო და თართულია ასახსნელია ანუ რეალურად აღვიქოვდი სამყაროს და ყოვლის შემძლე მეგონა თავი ხო რაც გავტესტე ეხა მართლა არ მოუყვები იმიტომ რომ ნუ ცოტა ესე ზედმეტში შეიძლება გადავიდე იმიტომ რომ ისეთი რაღაცები გავაკეთე რომ ხო იცი ცოტა ვაუ ხო ანუ რაღაცნაირად პარანორმალური ხო ხო ოკეი გასაგები ხო მე ჩვეულებრივად დაიკარგა რა თქმა უნდა წავიდა 1-20 წლით არა ჯერ არ დაბრუნებ მაგრამ ნუ ეხა გეცოდინება ეხა რაღაცა გამოჯანმრთელების გზაზე ხანდახან გამოგვიძებები არის ხოლმე რომ აბა პატარაზე იხსნება ხოლმე პორტალი და თვითონ ან მუსიკის კეთება ან ბავშვობით ან მუსიკოსის ოჯახში რო დაიბადე შესაბამისად ან ბავშვობიდან ამ იმაში იყავი და თვითონ ანუ ეს მუსიკა ხო იყო არ იყო ერთ-ერთი ეს საშუალება რომ ისევ იქ გასულიყავი რაღაცნაირად ხო აი მაგას მუსიკას რა როლი ქონდა ესე ვთქვათ რა ამ პროცესში შენ საკუთარი თავის დაკვირვებაშიც ასე ვთქვათ და ზოგადად ანუ აი სად გადაყავდი მუსიკას აი იცი რა ხა მედიტატიური მდგომარეობა კი იყო მაგრამ მე მაშინ მაგას ვერ აღვიქვავდი და ძალიან არასწორად უდგებოდი მუსიკას ახლა თვითკბობამში ვიყავი რაღაც ანუ ეგო იკვებებოდა მაგით და მე დავწერე სულელებს ვამბობდი რა ხო და ეს ეხლა მაგ ჩემს მუსიკა არის ეხლა სიამოვნება რა თორე მანამდე ეხლა ცოტა რაღაცა ტანჯვასავით იყო რაღაც მხრივ იმიტომ რომ ანუ აი ძალიან ნერვიულობდი რომ კონცერტზე რამე ისე არ წავიდეს ან რაღაცა ესეთი რა მუსიკოსთან პირველად მაგ ესე პირველად საუბრობ რა იმიტომ რაღაც ეს კითხვები მაინტერესებს რაღაცები მან და აი როგორ ეხა რო დაუკვირდე საერთოდ ანუ რა ხდება მაგ დროს როცა მუსიკას წერ ან გრძნობ მაგას ან როგორ იღებ ან როგორ აჩენელებ მაგას აი ძალიან საინტერესო არის რა აი ეგ არ მაქვს გამოკვლეული რა თქმა უნდა ხა ეგ რომ მქონდეს გამოკვლეული აი გუშინ წინ მაგალითად ვიჯექი ეზოში რა და უცებ აი ერთ-ერთი მტკიცებულება რომ მე არაფერ შუაში არ ვარ რა და უცებ მოდის რაღაცა აკორდი და რიტმი რა რიტმში უნდა დაუკრა ეს აკორდი და იცი მართლა ამიტასა აქ რა და უცებ უკვე ხედავ ჩემ თავს გავრბი ვარ სტუდიისკენ იმიტომ სახშივე მაქვს სტუდია მეორე სართულზე და გავრბი ვარ და უცებ ეს ყველაფერი ჩავწერ და აუსმე რა მაგარია ბიჭო ანუ საერთოდ არაფერი არ გამიკეთებია იმის უბრალოდ თავის დროზე ვიმუშავე რომ სკილი მქონდეს რომ ჩავწერო ეს ხოლმე დავაფიქსირო რა ხო და ეგ ყოველთვის ეგრე ხდება შენი აზრით? ან მუშაობაც არის ტექნიკური ცოდნაც, რაც აი ხა მე შემიძლია ხა თავს კი არ ვიქებ, მაგრამ ნუ იმდენი წელია მუსიკოსი რომ შემიძლია დავჯდე, აი ხა რაღაც შემიკვეთო და დაგიწერო სიმღერა, რაზეც გინდა დაგიწერ სიმღერას. ნუ მაგითიც ვარ დაკავებული ფილმებისთვის და რეკლამებისთვისაც წერ მუსიკას რა. და ვიღაცა რეჟისორი მეუბნება რომ აი ესეთი აქ ცოტა გასევდიანდეს აქ ცოტა და მაგას შეგიზრულებ რა მაგრამ ეს არ არის აი ღმერთისგან წამოსული ხდები და ხარისხობრივად მე განსხვავდება ეგ ორი ერთმანეთისგან ან ეფექტი სხვაზე ან შენ რომ ანუ იცი რა არის ნახე ის უფრო გულიანი კი არა და რაღაცნაირი არის ანუ როგორ გითხრა ანუ აი რომელიც ესე ზევიდან მოდის და შენ რო ატარებ, იმას თავისი ფასეულობა აქვს. ქვეცნობიერად ალბათ ხდება მსმენელი ამას და იმას ტექნიკურად რო ნამუშევარე, იმასაც თავისი ფასეულობა აქვს. ვიღაცა ტექნიკურად ახლა მაგარ ნახატს რო შეასრულებს, ხო? რაც არ უნდა, აი
ქვარო დახატოს ტიპმა ძალიან მაგრა რა ხო იტყვი რომ ვა საღოლ ხო ანუ რაღაცას დაგიტოვებს ხო თუმცა იმაში არაფერი არ დევს ქვა დახატო ტიპმა რა და იერარქიულად დააყენებდი უფრო მაღლა ესეთ ანუ ესეთ შთაგონებით მოსულ იმას თუ ხო უფრო მაღლა დააყენებდი თუ აი შრომით მიღწეულ შედეგს მე რადგან ზარმაცი ადამიანი ვარ მიყვარს ყველაფერი სწრაფად რო ხდება ეგეთი სიმღერა დაჩანელებული სიმღერა აი დედასპიცა ვარ დამიწერია 5 წუთში ტექსტიანად გქონია სიმღერა და ეგეთი დაწერილი სიმღერები დღემდე არის ჩემი ყველაზე ცნობილი სიმღერა ხო ასაკი ხო და მაგრამ მაინც დასაყრდენი საჭიროა ხო ან რაღაც ან შენ თუ არ იმუშავა აი ნამუშევარი თუნდაც აი ჩენელი რო ავიღოთ უკვე ზოთა სულიერი კუთხით რა რაც არის რომ იღებდე ინფორმაციას საიდანაც გინდა თუნდაც ასტროლოგიას რო აკეთებ ან რაღაცას ეგეც ისაა ხო ანუ რაღაც ინფორმაციას იღებ რა ესე არ არის რომ დაიზუთხე რაღაცა და მე ამას უყვები ვიღაცას რა ან ნებისმიერი ხო ერთი გამოცდილება მანდაც რაც უფრო ნამუშევარი გაქვს უფრო მეტი დასაყრდენი აქვს იმას რომ შენთან მოდის რაღაცა რა უფრო მეტ ფორმაში შეგიძლია მოაქციო იმიტომ რომ ყველაფერი ხო მატერიაში გარკვეული ფორმა არის რომელშიც ფორმით უნდა გადმოიცეს ხო ანუ ესე ვთქვათ რა ან ენერგია თუ რაღაცა რაც მოდის რასაც ესე ვერ დაარქვა სახელი მე ეს რაღაცა ფორმაში უნდა მოაქციო და რაც უფრო ნამუშევარი გაქვს აი სატურნი არის პლანეტა ასტროლოგიაში რომელიც მაგაზე იმეშვება რომ ანუ რამდენად შრომის უნარიანია ადამიანი რა და რაც უფრო სატურნი დამუშავებული აქვს მით უფრო მეტი დასაყრდენი აქვს რომ ეს იმპულსები რაღაცეები რაც მოდის ან კონკრეტულ ფორმებში გადატანა შეეძლოს რა ხო ანუ აი მე ვისაც ეგარა აქვს აი ბევრი შეიძლება გაგია რომ აი ნიჭიერია რა მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა რა იმიტომ რომ აი ეგ შრომა დააკლო ზუსტად რაღაც ის რა სადაც მე უკვე საჭიროა რა აქ რო კონკრეტული ფორმა ბოლომდე არ მჯერა მაგის ნიჭიერია მაგრამ ზარმაცი ეგ არ მოვა ხო იმიტომ რომ ნუ ეგეც ნიჭია მუშაობის რა ანუ ან აკეთებ ან არ აკეთებ რა ხო ისე შენ ასტროლოგი ხარ და მინდა კითხო ესეთი რაღაცა ამომავალი ცისკრის ვარსკვლავს რა უნდა საქართველოს ჰიმნში კარგი თქო იმ დღეს მომიწია სიმღერა და მაგითო დავინტერესდი ხო ან ცისკრის ვარსკვლავი მე როგორც მესმის რა ანუ ესე ანუ მესმის როგორც იმედი რა ანუ რო პირველი თაზე რო თენდე ანუ გათენების მანიშნებელი არის ცისკრის ვარსკვლავი ესე თქო პირველი ჩდება არა ხო ხვდები რასაც უცხო და ანუ უფრო სიმბოლური დატვირთვა აქვს ჩემი აზრით მაგას რომ აი გამოჩნდა რა ეგრე მეწვდები მაგას მაგრამ ნუ რაღაცა უფრო სხვა მნიშვნელობებიც ხო აქვს მესმის ხო რაც ძიძახი მაგრამ ნუ ხო ესე არის რა ხო და ერთ-ერთი უცნაური შემოთავაზება რაც იყო აი ხო ოპენერი ხო იყო და ნუ ისე მოხდა რაღაცა გარკვეული მიზეზების გამო ჩვენმა ჯგუფმა ვერ შეძლო დაკვრა რა და ხოცი რაღაცა პირველი ოპენერი აი ანუ რო არ გამოდივარ პირველი არა მაგრამ ნუ ერთ-ერთი და ხოცი ცოტა ისე ყავი რომ მეთქი იქნება ვინმე დამიძახოს რაღაც და ხოცი და უცებ მირეკავს ისა ილიგო სუხიშვილი რომ ჩვენთან ერთად საქართველოს ჰიმნი იმღერო ანუ ხვდები რამდენად არ ველოდი და რამდენად ამოვარდნილია ჩემ მაგრამ ეგრევე დავთანხმდი რა კი ჩემ ეგრევე არ ჩემ თავთან ცოტა ვიბრძოლე მაგრამ მივხვდი რომ უნდა წავსულიყავი მაგაზე რა ამ აქეთა კუთხით ეს ვთქვათ რა ეს სხვადასხვა ფილოსოფიები ეს ფსიქოლოგია თუნდაც სულიერი რაღაც ტექნიკები და რაღაცეები ანუ როდესაც ახლა თან მუსიკოსი ხარ და ამდენ ხალხთან უკრავ რაღაც ამდენ ხალხის ენერგეტიკა შენში შემოდის გაცა ანუ ეს გამოფიტვის ის ქონდა ანუ აი მაგალითად ხალხი არის რომელიც თუნდაც ჩვენთან მედიტაციას ატარებს და რაღაცა და ძალიან იცლება რა ერთი შეხედვითაც კი როცა 20-30 40 კაცი არის უკვე ენერგეტიკულად ადამიანი იცლება მე აღდგენა ჭირდება და რაღაც ანუ ეგ სულ მაინტერესებდა როცა აი ამდენ მასასთან უყურებ რაღაც კონცერტზე და რაღაცა და იქიდან ანუ გქონდა ეს რომ თითქოს ენერგოვამპირიზმის პონჯი აი რო რაღაც გადის შენგან ენერგია თუ პირიქით ხდება მანდ ყოველთვის რომ სულ გავსებენ ისინი პირიქით ხდება ხო იცი რა არის მაგრამ მე შემიძლია ეხა ბოლო ამ 4 წელზე ვისაუბრო რა იმიტომ რომ მანამდე გაუცნობიერებლად ვაკეთებდი ყველაფერს და ეხა სცენაზე გასვლის წინ ლოცულობ მედიტაციას ვაკეთებ და სხვაობა არის სასწაული იმიტომ რომ ადრე სანამ მისყობდა ახალგაზრდობა ხელს
სცენაზე აი ყირას დავდიოდი, კედლებზე ავდიოდი, ჩამბოდიოდი და მეგონა რა ეგეც ერთ-ერთი შოუს ნაწილი იყო, ვარდებოდი, დგებოდი და ხალხი გიждდებოდი მაგას და ეხლა აი ამ ლოცვა მედიტაციის შემდეგ რომ გავდივარ სცენაზე უფრო მაგარი რეაქცია არის ხალხისგან, უფრო დიდი რეაქცია ხალხისგან, ვიდრე მანამდე, როცა გიჟივით ვიქცევოდი რა. თითქოს მაშინ უფრო განცდა იყო, რომ რაღაცა ძალიან ბევრს აკეთებ და ბევრს აკეთებდი რა. ხო. რეალურად ეხაც იმდენივეს ვაკეთებ, უბრალოდ ფიზიკურად არ ვინძრევი რა. ხო. ეს ანუ თვითონ ანუ ზოგადად ეს პრობლემა შენ წინაშე არ მდგარა ხო რომ ანუ თქვათ ენერგიის გამოფიტვის ანუ არა პირიქით ცოტა რთულია დაძინება მე რა ხო ამ ყველა ენერგიას რო გაატარებ ხო ხო ანუ აი ეს იგზნობა აი შეიძლება რომ მუსიკოსი ანუ აჟიტირებული ანუ ეგ ხო აჟიტირებული ენერგია არის მაინც რაღაცნაირად რა ანუ დიდი ნაკადი მოდის ხალხისგან შენი მიმართულებით მით უმეტეს თუ ფანები არიან და რაღაცა ეს ხო ანუ ექსტაზური მდგომარეობა ანუ მედიტატიური მდგომარეობა ცოტა სხვა არის ექსტაზი ცოტა სხვა რაღაცა ხო და ექსტაზური არის უფრო და ხო რაღაცა დონეზე ეგ გადმოც მაგიტო გითხარი ცოტა დაძინება ჭირს რა მაგ დროს ნუ ჭირს ახლა ფიზდი არაფერი მაგრამ ნუ აი რო ჩამოდიხარ სცენიდან ვიცი რა ადრე ეს კონცერტი გრძელდებოდა ხო ეს კონცერტი რომ მორჩა მერე გრძელდებოდა ყველაფერი დილამდე რა ეხა ბოლო აკორდიდან 9 საათში ლოგინში ვწევარ უკვე ხო და აი შეიძლება მაგიტომაც ჭირდებათ რაღაც მუსიკოსებს ეს რაღაც საშუალებები რომ მაგხელა ენერგიას ანუ სიმშვიდეში სადღაც გაატარონ რა ეს ენერგია რა აითვისო ესე თქვა მუსიკაც რაში ჭირდება ეგეც საკითხავია ხვდები ანუ რატო უკრავ რა რო სიყვარული მოიპოვო ერთმა ფსიქოლოგმა ჩემო მეგობარმა მითხრა რომ ხალხის სიყვარულიო არისო მიმსგავსებული დედის სიყვარულს და მაგას დასდევსო ბევრი პერფორმერიას რა ხო და ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს რატო დგახარ იმ სცენაზე რა რატო რა გინდა ამდე ხალხთან რა გულწრფელად რო გითხრა მე უბრალოდ ეხა აქამდე მოვედი და ეს არის ჩემი პროფესია თორე ეხლა მაგას ავირჩევი თუ არა არ ვიცი ანუ მუსიკას დავწერ იმიტომ რომ ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს და რაც შეეხება აი ესე public figure არ ვიცი რა, იმიტომ რომ ცოტა ფანტავს ყურადღებას რა, შიგნიდან გარეთ გადის რა. ხო, აბა თარა ამ ხელა ხიბლის შეიძლება აი ეგ ხო ხიბლში ჩავარდნულ არ ადრე ძალიან ბევრჯერ რა. ხო. და აი როგორც კი დავიწყე მიღება რომ ანუ ეს არც ერთი სიმღერა ჩემი დაწერილი არ არის. ანუ უბრალოდ მე სხვანაირად არ შემეძლო რა. იგივე გიტარაზე რო ვისწავლე დაკვრა მე სხვანაირად არ შემეძლო. აი ჩემ შულს უყურებ და დღე-დაღამე უკრავს გიტარას და უყურებ რომ ანუ აი ხა სულ დააბა მაინც ისწავლის გიტარაზე დაკვრას რა. ხო. ანუ შიგნიდან რაღაცა ეწვის, რაც არაჩერებს რა. ხო და ხო. აი ეს ეხა 4 წელს იძახი ხოლმე რომ აი 4 წლიდან შეიცვალა რაღაცა ხო შენ იმაში რა და გამოჯანმრთელებაში რომ სიფხიზლებს გულისხმობ. მაგრამ სანამ მაგაზე გადავალთ რა თვითონ ის პროცესი ან როცა აი ანუ ეს თვითონ ნივთიერებები როდიდან შემოვიდა შენ იმაში 18 წლის ასაკიდან 18 წლიდან ხო ხო და ანუ მაგ ნივთიერებები დავარქვათ ესე ვთქვათ რა მაგას აღწერ რომ მხოლოდ ცუდად თუ აი რამე მოგცა ესე ვთქვათ რამე ბენეფიტი ქონდა შენთვის შემოქმედებაში თუნდაც გაფართოებაში ცნობიერების თუნდაც იმიტომ რომ ანუ გასაგებია რომ ეხლა ნებისმიერი დამოკიდებულება და ნებისმიერი სადღაც ჩათრიფვა არის გადამეტება და დაგაზიანებს რა ამოქმიტავს სხეული ფსიქიკას და დაგინგრევს რაღაცას მაგრამ ეს რაღაცა თითქოს აი ანუ კიდე თვითონ კულტურის ისტორიასაც რო გადავხედოთ, ხო, მაგნივთიერებებმა ძველი საბერძნეთიდან მოყოლებული, ეგვიპტიდან მოყოლებული, ანუ ცნობიერების გაფართოებასაც ხელი შეუწყო სხვადასხვა რაღაცეებმა, ხო? ანუ LSD-ს მსგავსი ნივთიერება იყო საბერძნეთში, ეგვიპტეში DMT იყო და ასე შემდეგ სხვადასხვა. ანუ შენ როგორ შეაფასებდი მაგათ, აი რას, ხო, აი რამე თუ აქვს, ესე ვთქვათ, ის რაც მოგცა, გარდა იმისა, რომ დაგართვა.
პირველ რიგში ძალიან მადლიერი ვარ ამ მთელი წლების მოხმარების, იმიტომ რომ მომიყვანა აქამდე. ანუ წინააღმდეგ შემთხვევაში არ ვიცი, ალბათ ნორმატიული ტიპი იქნებოდა და ნორმატიულში გულისხმობ, რომ ანუ საერთოდ შეიძლება არც დავინტერესებულიყავი ამ რაღაცა თუნდაც, რა ვიცი, გამოგვიძები. რა ვიცი, რაც დავარქმევთ, რა მილიონი სახელია. ერთი ეგ, მეორე რომ, აი ნახე რომ ამბობენ რომ ნივთიერებაო, ფსიქოდელიკებს ჯერ შევეშვათ, მოდი. სხვა ნივთიერებებზე ვიტყვი რომ აი ამბობენ რომ აი ყველა მაგარი ნივთიერების ქვეშ წერდა მუსიკას რა. მე ეგ ჩემ თავზე მე გამოცდილი და ნივთიერება რა შვება, იცი? მხოლოდ და მხოლოდ გაძლევს გამძლეობას, რომ უფრო დიდხანს იმუშაო და აღარ გეზარება. მაგაზე ძალიან ბევრი მიფიქრია და შემიხედავს იქიდანაც და აქედანაც რა. არანაირ შთაგონებას ეგ არ გაძლევს. უბრალოდ გაძლევს განძლევს, რომ აი მთელი ღამე სტუდიაში იმუშაო და დაწერო. როცა ეხლა რა, ეხლა ნუ აი 3-4 საათი იმუშავებ და всё გაფუჭებული ვარ უკვე რა. მაგრამ რაც მე გამოჯამდელებაში მაქვს დაწერილი მუსიკა თუნდაც რაოდენობით ბევრად მეტია ვიდრე ბოლო 20 წელი მაქვს დაწერილი რა. ეხლა მაშინ რაღაცა წელიწადში აი ისი როგორ ვიყავი? ველოდებოდი რა. ეგეც ესეც რას ველოდები? რომ აი მოვიდეს სიმღერა, ჩავწერო და წელიწადში 2-3 თუ ჩავწერდი საკმარისი იყო რა. იმიტომ რომ დამუღამებული მქონდა რომ ეს თუ თავისით მოვიდა, ესე იგი მაგარია და წელიწადში ხა 2 მაგარი სიმღერა რომ გამოცეს აღოლ რა მაგარი ხარ. ხო. ანუ უფრო გამძლეობა ხო შენია? ჩემი გამოცდილებით ეგრეა რა. ანუ უფრო აქტიური ხარ ხდები, ხოდი ხო რა, ესე დაპირო თქვა რა. უფრო ხოდიანი ხარ და ბევრ რამეს ასწრებ რა. აბა ეს ვცადოთ, აბა ეს ვცადოთ, აი ამას გაძლევს, თორე აი ეს სიმღერა დამაწერინა და უფრო გულიდან წამოვიდა, ეგ არ არის რა. და აი რაღაცა პიროვნული კომპლექსებთან მუშაობაზე რაღაც არის? რა თქმა უნდა, მაგან გადამალახანა ძალიან ბევრი. ეგ მუშაობა არა. აი შენ რაც თქვი იმ გადაფარვა რა ეს. გადაფარვა, კი ბატონო რა. მაგ დროს გადაგიფარავს, მაგრამ რამოდენიმე წელიწადში არც გინდა ერთ წელიწადში მე ეს უკვე სიმახინჯეში გადაეს და უკვე თავის თავს ჭამს და უარესად ყვებავს იმ შენ კომპლექსებს რა. ხო. და აი ხა აი მაგ დამოკიდებულება ზოგადად რა. ნუ მე ჩემი ტერმინებით რაღაც ანუ ეს სამყაროს ხო აღწერთ რაღაცნაირად რა, ყველა ჩვენი აღწერა გვაქვს სამყაროსი რა და მე ამას ვარქვევ შეპყრობილობას. ხო, ენერგეტიკულ შეპყრობილობას ვარქვევ რა, ანუ რაღაცა გარდა იმისა, რომ ხო რაღაც ქიმია გაქარეული, ანუ გარკვეული არსებები შენზე პარაზიტირებენ რა, ძალიან ადვილად პარაზიტირებადი ხარ მაგ დროს, როდესაც ანუ გადახსნილი გაქვს ცენტრები, ხელოვნურად, ენერგეტიკული, ჩარევა ადვილია შენ ფსიქიკაში და ასე შემდეგ და თან ესე იგი რა, ანუ ზოგადად ვედებშიც არის რა, რომ საჭიტანანდა ხო, ანუ აი ანანდა არის ნეტარება და ჩვენი რაღაც როგორც აი ყველაფერს აქვს თავისი არსი გემო ესე ვთქვათ ხო ანუ ადამიანის არსი არის ნეტარებაც ერთ-ერთი რა ესე აღიწერება ადამიანის სულის ბუნება უпростоრად ბუნება არის ერთ-ერთი ბუნება არის ყოფიერება ცნობიერება რო არსებობ რო ცნობიერი ხარ და ნეტარი ესე ვთქვათ რა ეს ბევრ რელიგიაში და ასე შემდეგ ხო ანუ ერთ-ერთი ბუნება არის ნეტარება და ეს ნეტარება ჭირდება რა ადამიანს საიდანღაც ეს ნეტარება უნდა შემოდიოდეს რა ანუ არ ვიცი ხა შეიძლება სიყვარულიდან შეიძლება ოჯახიდან ბავშვებიდან შემოქმედებიდან და ხო და ნარკოტიკებიდან ასე შემდეგ ხო ამის გარეშე ადამიანი ეს შრება და რაღაც ხო ნუ ადვილი გზა არის იმ სატურნის გარეშე, რაზეც მე ვლაპარაკობდი, ანუ მუშაობის გარეშე, რომ ეს ნეტარება საიდანაც, ანუ რაღაცა გადაყლაპო და ეს მოგცეს, ესე ვთქვათ რა. ადვილია ესე ერთხელ. ხო, ანუ ადვილი რომელსაც მე თავის გადასახადი, ნუ ყველაფერს გადასახადი აქვს ამ იმაში. ხო და ანუ აი მე უკვე როდესაც აი ამ ვთქვათ ესე ვთქვათ აი ბოლომდე შეტრიფე ამ რაღაცაში რა რომ აი უკვე დამოკიდებულს დაარქმევ შენ თავს ამას ხო მაქედან
იმდენად უკვე ანუ გადახსნილი ხარ თუნდაც აი ამ შეპრობილობისადმი, ამ არსებებისადმი, მე ხო იმდენად ქიმია არეგული გაქვს. აი მაქედან თავის გამოყვანა არის ძალიან ძნელი ხა, შენ ძალიან კარგად იცი ეს რა და ხო, ანუ აი რა არის ხოლმე, აი ზოგის რა არის ის გამოსხოვებელი, რომ ვიღაცა იწყებს მაქედან თავის გამოყვანას რა ანუ შვილი არის ეს, რაღაც ესეთი ფასეულობა არის, თუ კიდე რაღაცა სხვა არის, რომ იმიტომ რომ ვიღაცა იწყებს ამას გააცნობებს და აი უკან ამოდის და ვიღაცას რა, ანუ ვერ ახერხებს რა უბრალოდ ამ რაღაც. ანუ ნებისძალა, ეს რაღაცის სიყვარული, აი თუ აი როგორ აღწერდი. არაფერი არ შველის, არანაირი ნებისყოფა, არანაირი სიყვარული. ერთადერთი არის ფსკერი საჭირო ადამიანისთვის რა. ხო. და უმეტესობა ადამიანების ვერ აღწევენ თავიანთ ფსკერს ახლობლების გამო. ოჯახის წევრების გამო და ხო, და მეგობრების და ოჯახის წევრების გამო. რას გულისხმობ? მათ გონიათ რომ ეხმარებიან ადამიანს. აქედან გამომდინარე უწელავენ ფსკერს. ეს ფსკერი უფრო შორს მიდის. ანუ ხტები მოვიდა ტიპი და გეხვეწება ფულს მიეცი ფსკერმა გადაინასო. კიდე რაღაცით ის გაამართლე რაღაცაში ფსკერმა უკან გადაიწე და სანამ იმ ფსკერმა შეიძლება დაიბრიდოს. ხტები? ხო. და შენ მაგას როგორ უყურებ, რომ აი როცა ტიპი ეგეთ დღეში არის, ანუ უნდა მიცე საშუალება, რომ ფსკერამდე დავიდეს? კი. უნდა ერთადერთი საშველი არის. ოღონდ ყველა ანუ ეგ მაგრამ ნუ ეგეც ის არის რომ შეთანხმებით ხდება ხოლმე რა. ხო, ანუ მანდაც ალბათ უკვე ის არის რომ მან იმას კი არ ნიშნავს რომ უეჭველი ფსკერზე რო დავა ის მერე ამოვა. შეიძლება საერთოდ ვეღარც ამოვიდეს. არანაირად არ ნიშნავს მაგას, მაგრამ შანსი არის. ხო, შენ რო ევლები თავზე, აი ეგ მაგაზე გპირდები რომ არასდროს არ ამოვა. ხო. ანუ როცა თქვათ რა ის პირობითად ვიძახი რა, როცა ესე დღეშია თქვათ ტიპი და მაგ დროს რაღაც ან შეყვარებული ყავს, ან ცოლი ყავს, ან რაღაც ხო. ანუ მაგ დროს როცა ანუ ის კი არა რომ თან ყვები, ანუ მაგ დროს როცა მარტო ტოვებ რა, ან შორდები ან რაღაცა, შეიძლება ეგ უფრო იყოს ტრიგერი ხო იქიდან. ხო, ოღონდ ეს დაშორება ხო იცი ახლა ჩვენთან როგორ ხდება სოციუმში დაშორება, რომ ნიშნის მოგებით შო დაშორდა, თუ აი რაღაც იმიტომ დაშორდა, რომ იქნებ გაიგოს. ანუ აი არაფერი, ანუ რაღაც, მაგრამ ძალიან იშვიათია ეგ, რომ აი ცოლი დაშორდა, მაგრამ დედა იტყვის რომ მოდი დედა გენაცვალოს და სუპს აჭმევს რა ხდები. და შენთან ეგრემოხთა, რომ რაღაცნაირად მარტო დარჩი, თუ აი შენთან როგორ ამოყვინდა. ეგეც მოხდა, ეგ იყო ერთ-ერთი მიზეზი, მაგრამ მე ძალიან მალევე მივხვდი, აი სიმღერა მაქვს, პირველი სიმღერა რაც ვიპოვე სადაც ტექსტში არის ნახსევი რომ აი ვევედრები რაღაცა ძალას რომ ოღონდ აქიდან გამომიყვანე არის 2003 წელს დაწერილი. ვაუ. ხდები? მე მანდ გავაცნობიერე რომ არასწორ ადგილას ვარ. უბრალოდ იმის მერე თითქმის 20 წელი მე დამჭირდა, იმიტომ რომ უბრალოდ გზა არ ვიცოდე. ანუ ჩემს გარშემო გზები იყო რომ დაიფიცე და აღარ ქნა მეუნებოდნენ. მე ისქენი კოდი ჩაიდგი ხო ხტები ყველაზე უბედური ადამიანი ვიყავი როცა კოდი. და ასე შემდეგ რა, ანუ მე რო გავიგე აი ამ გამოჯამთელების შესახებ რა, ანუ კონკრეტულად 12 ნაბიჯზე მაქვს საუბარი რა. მანდაც პატარა, ანუ ფსკერ მაგითი ის მინდა ვთქვა, რომ ფსკერს ძალიან დიდი ხანია ფსკერზე ვიყავი რა. ხო. და ნუ ბოლოს უბრალოდ ჩემი პარტნიორიც რაღაც წავიდა სახლიდან და გადავწყვიტე რომ მივიდე რა. იმიტომ რომ გაგებული მქონდა, მაგრამ აღარ მჯეროდა რა უკვე. ამ კითხვებს ახლა რატო გისვა? ანუ ეს მართლა არ არის, იმიტომ რომ აქ რაღაცაზე ვილაპარაკოთ, ანუ ეს რასაც ყვები, რომ ესაა ძალის ისტორია რა. ამ ძალა აქ ახლა რასაც ყვები ამ ყველაფერს, იმიტომ რომ შენ ტყავზე რეალურად გაიარე. მე მარტო ეგეთ რაღაცების მჯერა რა, ტიპების, რომელიც რაღაცა გააკეთეს ნებისმიერ სფეროში. სულიერება იქნება თუ რაღაც რაც არ იქნება, ეს არის ძალის ისტორიები, ეხლა შენ რო ლაპარაკობ, ვიღაცა რო უსმენს, ის ძალა მიდის ზუსტად რაც გაკეთებული გაქვს ესე ვთქვათ რა და მაგიტომაა ფასეული და ამიტომ რამდენიცაც ჩათვლი საჭიროთ იმდენზე ვისაუბროთ ამაზე და ხო, ანუ
ესე იგი, აი თვითონ ახლა კარგად რომ გავიაზრო რა ეგ ანუ როდესაც ანუ ამ სკერში იყავი და ეს გრძელდებოდა, მაგ დროს ქონდა ღმერთთან მიმართებაში თხოვნები ან რაღაცეები, რომ ან დამეხმარე, აი ღმერთთან პიროვნულ ურთიერთობაში შედიოდი. არანაირი კავშირი არ მქონდა. არა, ხო? არანაირი. იმდენად ურწმუნო ვიყავი, რომ აი ათეისტსაც არ ვეძახდი შემთხვევას, იმიტომ რომ უკვე რაღაცას მიეკუთვნები. ისტი ხარ, ხო, რაღაც ისტი ხარ და მე არაფრისთი ვიყავი. ხო. და ანუ მაქს სკერიდან მე გამოჩნდა ეს 12 ნაბიჯი არის როგორც ანუ უკვე მოწესრიგებული გზა, ხო, რომ როგორ ნელ-ნელა step by step როგორ რეალურად არაფერი ახალი არ არის, 5000 წლის წინ არის ეს ყველაფერი დაწერილი, უბრალოდ რაღაცა როდის იყო 30-იან თუ 40-იან წლებში ამერიკაში დაწერეს რა, უფრო მოაქციეს რა, იმიტომ თორე ქრისტიანობაზე და ბუდიზმზე არის დაფუძნებული რომ დასავლური კულტურის ფორმაშია მოქცეული. კი ბატონო. ანუ ისი როგორ არის ხუთი წლის ბავშვი რო გაიგებს ეგრე წერია რა. ყველა რა თქმა უნდა სხვადასხვანაირად გაიგებს, იმიტომ რომ ნუ ხა რეალურად არ არის. კი, ქვია მარტივი პროგრამა რთული ხალხისთვის რა. ხო არა. ესე ქვია, მაგრამ ნუ ცოტა ის არის რა, ძალისხმევა ჭირდება, არ არის მარტივი გასაკეთებელი რა. ხო. და აი თუნდაც ეხლა აი რო გამოჩნდა ეგ პროგრამა და ანუ რაღაც მარტო მიხვედი? ანუ მარტო დაიწყე? თუ იმე ყავდა რომ გეტყვი რა, საიდან გავიგე საერთოდ? ხო, ეგ ან საიდან? გავიგე ადამიანზე, რომელსაც უკვე ყველას ხელი ქონდა ჩაქნოლი, რომ 7 თვე ფხიზელიაო რა. მაგალითი გაიჩნდა. ხო იცი, ანუ თან ისე ტიპზე რა ხო იცი, ცოტა ყვა ჩამომივარდა და დაურეკე. მეთქი შევხვდით. თან ნუ არც ისეთი მეგობარი იყო მაგ ეტაპისთვის და იმდენად მინდოდა რომ შევხვდი და არ მოგიყვები თუ ვერ მოგიყვებიო რა საერთოდ. ანუ მიდიო რა. მე შევხვდი იმის რომ მომიყევ, აბა რა ხდება რა და ძალიან სწორი იქნა რა, რომ დაიწყო მოყოლა, ან არ მივიდოდი, ან რაღაც, რავი რა. შემეშინდებოდა ალბათ, ან თან ისედაც ფიქრობდი, რომ მეთქი, ანუ აი როგორ შეიძლება მე ვიცოდი რომ წერაა საჭირო. როგორ შეიძლება მე რაღაცა დავწერო და ჩემი დამოკიდებულება გაქრეს. ანუ ხო, ალოგიკური რაღაცა არის რა. ნუ მაგიტოა ბევრად ღრმა ეს. საერთოდ ჯგუფებზე ამბობენ ესეთ რაღაცას, რომ თუ სარეაბილიტაციო ცენტრში არ მიდიხარ, ჯგუფზე თუ მიდიხარ, თვით დახმარების ჯგუფები არსებობს, უფასო რომელიც არის. ამბობენ ეს რაღაცას, რომ 90-ზე ქვია. 90 დღეში 90 შეკრებას უნდა დაესწრო იმისთვის, რომ გაიგო საერთოდ რა ხდება. ანუ რამე კი არ ქნა, აი უბრალოდ გაიგო რას ნიშნავს ეს ჯგუფი. რატო ვიკრიბებით, ხო. და რო დაიწყეს იარული, ანუ მარტო დადიოდი თუ ვინმე დაყვებოდა? მარტო დადიოდი, ხო? და ანუ ესე ზუ მიდიოდი, ესე თქვა, ხო? პერიოდულად ეხაც დავდივარ. რა თქმა უნდა ისეთ სიხშირით არა, მაგრამ მაგის კომპენსაციას ვაკეთებ სხვადასხვა პრაქტიკებით რა. ხო, მესმის. და აი ესე ვთქვათ, შედეგი როდიდან, აი რამდენ ხანში, როდის მივხვდი, რომ რაღაცას აკეთებს, იმიტომ რომ რაღაც, ანუ ყოველთვის როცა ეგეთ რაღაცას აკეთებ, ვთქვათ, მით უმეტეს როცა ამ ხელა შემპყრობილობიდან გამოდიხარ, გონება, რომელიც მიდრეკილია შეპყრობისკენ, ის სულ გეტყვით რაღაც თავის ფიქრების ნაკად შემოუშვებს შენში, რომ ეხლა სად მიდიხარ, რას აკეთებ, რამდენად ისა სისულელეა რაღაცა, რომ ანუ გაგიქარწყლოს ესე ვთქვათ რა, ის იმედი რაც გაქვს რა, იმიტომ რომ ის იმედი თუ არ გაქვს არ წახვიდოდი. ხო, აი ხელ ესეთი ხელშესახები რაღაცა, რა, აი უკვე შენმა აი ამ ეჭვის ტვინმა, რომ მიხვდა რომ აქ შეიძლება რაღაცა იყოს. ან როდის მოხდა ეს? იცი მე მივედი სარეაბილიტაციო ცენტრში, დღის ცენტრში, აი დავდი როგორც სკოლაში, ისე დავდიოდი რა, არსებობს ცენტრები, სადაც ცხოვრობ რა, 3 თვე და მე მივედი უბრალოდ ეს კვირაში 3 ჯერ დავდიოდი. მე ძალიან გამიმართლა, ეს შემხვდა ისეთი ინსტრუქტორი, რომელიც overqualified იყო იმ საქმისთვის რა. უბრალოდ ისე მოხდა, რომ იმ ეტაპისთვის ეგ იყო მაგ რა. და ჯგუფური სესიები იყო და მესამე მისვლაზე მივხვდი, რომ ანუ ჰელი ჩემი ცხოვრება აქ მოვდიოდი რა. ან კაი გურუ შეხვდა ეს. ძალიან. იმდენად, რომ ამდენი წელი გავიდა და
ეხლა ისევ მივედი მასთან, ნუ სხვა რაღაცაზე ოღონდ დავდივარ ხა. ხო. არ მასწავლებელი საჭიროა რა. ყველა გზაზე, ანუ შეიძლება არ იყოს სულ შენი მასწავლებელი რა, ეს გონია ან რაღაც ეგეთი დაბეჭდება გურუ რო თელი ცხოვრება ის გურუ, შეიძლება უბრალოდ რაღაც 2 თვე იყოს, 1 თვე იყოს ან 1 წელი იყოს. მაგრამ მოსწავლის სტატუსში გადასვლა, აი შენი ეგო რო ცოტა ჩამოწევდა, მოსწავლის სტატუსში ვიღაცას მოусმინო, ეგა ძალიან ბოლომდე რო ენდო. რო ენდო, ხო. აი მე ვატყობ ხოლმე ჩემთვის, მაინც გამირბის და ვეკამათები რაღაცებზე რა და გაჩუმდი რა. ხო, და ანუ უკვე შეხედე, ხო, რომ უკვე რაღაცა შედეგი ქონდა ამ ყველაფერს. არა, ნუ სასწაული შედეგი იყო, ხა თავიდან როგორც კი მართლა ვერ წარმომედგენ და მე ჩემ თავზევე ცოტა რაღაცა სულიერი გამოცდილება იყო ჩემთვის რა, იმიტომ რომ ცოტა ისეთი რაღაცები ვნახე ამ სუშუა სესიებში, ხა მე თან მივედი არ ვიცი მაგას რა ქვია ქართულად აბსტინენცია ცუდად ვიყავ ფიზიკურად რა თან ისე და რაღაცები ამ ტიპის აურას ხედავდი და მეთქი ვაუ მართლა ხო და ძალიან მალევე რაღაცა შეპყრობილი ვიდგავში ანუ იცი რა გამეშე თან ჩამომშორდა ეგვა ცოტა ხოცი თავიდან რა ცოტა გავსუქდი და რაღაცა ეს პასტა ფურცელი დავდიოდი სახრიდან სახში იქ ზავოდ კრავოთ რაღაც იქიდან მოდიოდი აქ მოდიოდი და სხვას არაფერს არ ვაკეთებდი რა და აი ეგ იყო ჩემი ცხოვრება და ხო მეთქი ნუ თუ ესეთი ტიპი ვარ მივიღე რა და მივხვდი რომ ნუ არაფერი რამოდენიმე თვეში ყოველ გავიმართე წელს შემცებ რაღაც და მუსიკას 1-6 თვე მუსიკას არ ვეკარებოდი რომ რაღაც ვულგარული მეჩვენებოდა მუსიკა ხვდები ანუ იმდენად რაღაცა მასში ვიყავი რა ხო აი ეხლა თქვათ აი ვინც ეგეთ მდგომარეობაში არის აი ზუსტად მაგ რაღაცებს გადის რა და თქვათ ხო ან მსკერთან ახლოსა ან ასე შემდეგ რა ანუ აი გარდა იმისა რომ რაღაცა ეგეთი კურსია რომ 12 ნაბიჯი თუ რაღაც ხო ანუ აი შენ აი ამ გამოცდილებიდან არის რამე სიტყვები ან რამე ის რომ უთხრა რომ აი რაღაცა მოჭიდება ანუ იმათი ხო უფრო გესმის მე შეგვიძლია წარმოვიდგინო მაგრამ შენ გესმის რა ანუ შეგრძნების დონეზე გესმის მე ვიცი მე რაც გავიარე იმ ხალხს როგორ ველაპარაკო მაგრამ მე გარ ვიცი ხედა მაგიტომ მეუბნა აი როგორ რას ეტყოდი ესე თქვა რა ჩემთან ცოტა კონტრინტუიტიულია ძალიან წარე კი არა ნუ აი გამოცდილებს იმიტომ რომ ხალ ალბათ მიხვდები რომ ჩემს გარშემო ბევრი ადამიანი იყო და არის ვინც მოხმარებაშია არაფერი არ უნდა უთხრა საერთოდ რა არაფერი მოკლედ ვისაც გაუზიარე არც ერთი არ მისულა ხო არა ჩემი მეგობრები რომელთაც აი ხო და არც მოუყევი რა უბრალოდ ქუჩაში რომ ხედავდნენ აი ესეთი შემთხვევები არის რომ ერთ ჩემ მეგობარი ჩემი სტუდია ნუ მოკლედ არ მნიშვნელობა ჩემი მეგობარი ქუჩაში მხედავდა ხშირად და თუ უკითხო ამას რა ჭირსო გაიგო და მივიდა იქ სადაც მე დავდიოდი ხები და ესეთი ბევრი შემთხვევა გასაგები აგრესია უშდებათ არ ვიცი რატო ხო არ ვიცი ანუ აი მაგითი გავაფუჭე ძალიან ბევრი რაღაცა ამ ჩემი გაზიარებით ხო შეიძლება ნებაზე დაწოლათ აღიქმება შეიძლება ხო და თან ყველაზე მაინც მაგარი მაგალითი ეგაა რა რომ ანუ უსიტყვო მაგალითი ანუ მდგომარეობას ანუ ინტუიციურად ჩვენ ხო სულსაც ხედავთ, ხო ენერგეტიკასაც ხედავთ. ანუ ეს გარეგნობა ხო რამდენიმე წამის თემაა, წუთის. მე უკვე ენერგეტიკა მიდის ურთიერთობაში ერთმანეთთან რა და ალბათ რო ხედავენ რომ მართლა რაღაცა შეიცვალა, ეგაა რა, მაგიტომ არა საჭირო ეს ბევრი სიტყვები რა, ასე შემდეგ. რომ ანუ იმას ხედავენ და იმას ხო თან ხა არ ვიცი შეხშენ ალბათ არ ნახი ვარ ხა ესე ხა ესე ხა ვიღაც რო უყვები ვერც ხვდებიან რაზე ლაპარაკი ანუ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ყოფილვარ ფიზიკურადაც და სულიერადაც რა ხო მესმის ხო აი თვითონ ეგ პროცესი აი რო უკვე აი შედეგსაც ნახულობდა ნელ-ნელა გამოდიხარ ამ მდგომარეობიდან ანუ მე მაინც აი რაღაც ეს ბრძოლები რა ამდენში პირად შენ დემონთან ესე ვთქვათ რა შენ პრობელთან ესე ვთქვათ და ვთქვათ რა რომ აი უკან დაებრუნებინე რაღაცა ეს
ანუ რო იძახიან რომ აი თუ ერთხელ ხარ ნარკომანი, მერე სულ ხარ თუ რაღაცა, ანუ სულ ხარ რას ნიშნავს? რომ ანუ სულ ახლოს არის ის დემონი, რომ უკან შეგიწოვოს თუ რა? ნახე, უნდა უფრთხილდე რა გულისხმობ ნახე. ანუ რამოდენიმე თვეში გადის სტოლვა. თუ სწორად მუშაობ, ანუ რეალურად რატო გადის სტოლვა? ხო, ცნობიერების, ამაღლების ხარჯზე, აღარ გინდება დამხმარე რაღაც ავარჯენი, ხო? ხო. და უკვე კარგად ხარ რა. და აი ძალიან კაი მაგალითი მაქვს. უკვე წლები რამოდენიმე 2 წელი იყო გასული და რაღაცა ცუდი რაღაცეები მოხდა ჩემს ოჯახში და რამდენჯერაც მოხდა და იგივე განმეორდა, ეხლა რასაც მოყვევი რა. საერთოდ აი არც გამხსენებია მოხმარება არაფერი და ყველაზე რთულ მომენტებში სიზმარში მოდის. ხო. ოღონდ ყველაზე მაგარი აი რითი ვიყავი ამ აკრეცი რომ სიზმარში ანუ რაღაცა ვითარება იჩდება ეს რომ აი რაღაცა ნივთიერებს მაწვდიან რაღაცა და უცებ მახსენებ ვაიმე მე ხიზელი ვარ ბიჭო. ხო, ძალიან გავს ახლა ჩემ გამოსლებს, ოღონდ ცოტა სხვა. ანუ როგორც კი, ანუ ეს ნიშნავს რას? როგორც კი დასუსტდები, ეგრევე შემოდის. ანუ ესე იგი არ ძინავს რა. ეხლა მე მგონია რომ აი ჩაოლებრივი ადამიანი ვარ და აი გულსველთ რომ გითხრა, მიფიქრია კიდევაც რა, აღდგომაზე ვფიქრო. ეხლა ერთი ჭიხა ღვინო არ დავული რა მოხდა. აი ზუსტად ვიცი რაც მოხდება რა. ენერგეტიკა დავარდება და შესაბამისად უფრო გადაიხსნები და ეს ენერგიები შენში ძალიან მარტივად შემოვლე. თან რაც ახასიათებს ახლა ჩემი დაკვირვებით რა, ანუ ყველაფერს ადამიანი ეჩვევა რა, ანუ მაღალ ცნობიერების მდგომარეობასაც ეჩვევა, საშუალოსაც და ქვედასაც, ანუ ის ნორმა ხდება რა, ის ტაიმლაინი ხდება ნორმა. და გონია რომ სულ აქ იყო რა, როცა ამაღლებულ ცნობიერებაზე, აი პრაქტიკებზე ვარ დაკვირვებული, აი ტიპები მოდიან, თქვა ცუდად არიან, მიჩვეულები არიან ცუდად ყოფნას, მე ან აგნიოგით ან რაღაცით რა, კარგად ხდებიან, ეს სასიცოცხლო ენერგიები შემოდი და კარგად რო არიან, ანუ შედარებას კარგავენ რა, კონტრასტს კარგავენ. გონიათ რომ სულ კარგად იყვნენ, ანუ სულ ესე, ანუ ეს არის ნორმა თითქოს რა. და არ გონიათ რომ ამის გამო. რომ ხო, ეგეც ხო, მიზეშედეგობრივი კავშირიც წყდება. აი ეს რაღაცა იცნობიერების ეს ისა, რაღაც თვისება ესე ვთქვათ რა და მე ანუ ის რომ მე იქ აი ზუსტ ეგ გამოწვევები ძალიან სახიფათოა რა, იმიტომ რომ უცბად შეიძლება ისე ჩამოვარდე რა და იმ ხელაზე ჩამოვარდე, რამ ხელაზეც მაღლა მოყახვედი, ისე შეიძლება კიდე ქვემოთ. ხო, გავიწყდება რა ადამიანს სად იყავი რა, გონია რომ ვაუ, ესე იყო რა. და სიზმარი უკვე ის არის რომ აი ქვეცნობიერში რამდენად გადალახე მართლა ღრმად, არა ქვეცნობიერში ღრმა ფსიქიკის შრეებში უარი თქვი რაღაცაზე რა, იმიტომ იქ თუ სიზმარში თუ არ სამბობ, ესე იგი მართლა ხო, მართლა. ხო, მიზეზები იყო ძალიან სასაცილო ხოლმე, რომ ერთხელ დაჟე მოიხმარა სიზმარში რა და აუ მეთქი ხა ჩემ სპონსორს რა უთხრა თქო, მაგაზე ნერვიულობ. მაგრამ ანუ სულ 3 იყო ეს შემთხვევა და ორჯერ უარი ვთქვი, ერთხელ ანუ აზზე მოვედი, როცა უკვე მოხმარებული ვიყავი და აი გიყო რომ ნერვიულობდი, ეხა დაურეკე და უთხარი რომ აუ მოვიხმარე და ხო და აი ეხლა ესეთი დაკვირვებები რო გაქვს რა, მაგიტომ კიდე ჩაყვები მაგ თემაში მაინტერესებს რომ აი როცა ენერგეტიკულ აი ეს ანუ სანამ ჩამოვარდები გიჭირავს ცნობიერება, შესაბამისად ის რომ არ გჭირდება და არ გინდა და დაკმაყოფილება სხვა მხრიდან მოდის და შესაბამისად მან და არ გინდა რომ აღმოჩნდე. ნუ ენერგეტიკა დავარდება თუ არა, იმ წუთში ცდუნება არის რომ ისევ რაღაცა მაკეტკენ წახვიდე და ის ენერგიები შემოვიდეს ისევ შენში. ანუ შენ როგორ აი რითი აკონტროლებ, ანუ ნებისყოფით, ანუ ამას თუ აი რამ არა არის ბოლო, ანუ არ არის ინსტრუმენტი. აი რა ინსტრუმენტი არის მან უკვე, როდესაც გიჭირავს და არ დაგავიწყდეს რა, ის რაც გიჭირავს ეს. ნუ საკუთარ თავზე დაკვირვა, ანუ რა შემიძლია მოგიყვე ესა რა, ჩემი სხვათა შორის ძალიან საინტერესო იყო იმ დღეს უყურებდი ბუდისტი მონკი ისა რა ქვია, ვერი ამ ლაპარაკობ, რომ აი ჩვენი დღეო როგორ იწყება და усმენ და ერთ-ერთში რასაც ვაკეთებ. ანუ დილა იწყება ლოცვით, მერე წერ მადლიერებას, მერე ვაკეთებ მედიტაციას და დღის მანძილზე ჩემ საუკეთესოს ვაკეთებ იმისთვის, რომ აქ ვიყო.
ანუ მანდ უკვე შემოდის სულიერი გზა. ანუ ისე თქვა რა პირობითად სულიერები, ანუ პირობითად გეუბნები, ტექნიკები რა, ხო. რეალურად ეს თავიდან იმაშობიან რომ აი ეხა გადააგდებ, თორე რეალურად ნარკოტიკი არის ამ პროგრამის 10%. ანუ ნარკოტიკს ეგრევე აგვარებ და ეგრევე გადიხარ უკვე სხვაგან რა. ანუ ხა მარტო ეს პროგრამა არ არის, ხა მე რელიგიებიც რელიგიები ხო, ხო რა. ანუ მოდი სანამ მაგაზე გადავალ ერთი კითხვა მაქვს კიდე თვითონ პროცესში რა, აი სანამ გადავალთ იმ ტექნიკებზე ან რაღაც მეთოდებზე, რაც შენ გეხმარება, ხო, ანუ მაგ გზაზე ესე ვთქვათ. მან ერთი კიდე დაკვირვება რაც მაქვს არის ის რომ ანუ მილაპარაკია ხალხთან და შესაბამისად მაქედან გამომდინარე რომ აი თქვათ ჯერ ხარ დამოკიდებული ნებისმიერ რაღაცაზე რა მე ნელ-ნელა გადიხარ კრიზისის პერიოდს გამოდიხარ სასიცოცხლო ენერგიები თავიდან შემოდის ჰაერ შეიგრძნობს და მზის სხივებს და უფრო ლუციდური ხდება ყველაფერი ანათე რაღაცეები რა როგორც აღწერენ რომ გამოფხიზლების პროცესს რომ ანუ აი ეს უკვე кайფო პატარ-პატარა რაღაცეებით და ეს მოგწონს მაგრამ მე ანუ უთქვათ ჩემთვის რომ ამან იცის ну გატრუხება რა ეს ხო სტაგნაცია 100% გეთახმება აი მაგ ფსიფხიზლის კარგად ყოფნამ იცის სტაგნაცია. აი მაგას როგორ შეიძლება, აი მაგ ეტაპს როგორ შეაფასო? იმიტომ რომ ნახე რა ხდება, ანუ ჯოჯოხეთიდან ამოდიხარ, უცებ და როგორ ეიფორია იჩება, იცი, რომ ანუ ხე ჩემ შემთხვევაში 20 წელი რაზეც ოცნებობდი, ის ამიხდა. და ახლა წელიწად ნახევარი. ვიყავი აი სრულ ეიფორიაში რა. სრულ ეიფორიაში, აი როგორ ისი თავის დეპრესიების მქონდა რა თქმა უნდა. იქ რაღაცა თოებზე ჩავარდნი მქონდა რა, ჩავარდნებში გულისხმობ დეპრესიები. მაგრამ ძირითადად ეს წელიწად ნახევარი ვიყავ ისე. თუ არ იმუშავე შენ თავზე და თუ მიენდე ამ პირველი ეტაპის ტექნიკებს და ინფორმაციას არ არის საკმარისი რა. ხო, მესმის. იმიტომ რომ ნებისმიერი რაღაცა რაც არ უნდა არ ვიცი რა ვთქვა, ეხლა რაღაც ხატვას რო ისწავლი, ხო, რაღაცა ტექნიკას თელი ცხოვრება მაგაზე ხო ვერ გაჩერდები, ხო უნდა განვითარდე რა. აქაც არის საჭიროებს განვითარებას და არ არის იმდენად საგრძნობლად ცვლილება. იმიტომ რომ იმას ვერ შეედრება ვერაფერი. ან ჯოჯოხეთიდან ნორმაში ამოსვლას ვერ შეედრება ნორმიდან ოდნავ ზევით ასვლა, ხო ხდები? კი. ხო, და ანუ აი მანდ უკვე იწყება უკვე სხვა საშუალებები, სულიერი, ესე ვთქვათ, რომელიც კიდე უკვე ხო, ის უკვე დაუსრულებელ გზაზე გიშვებს რა, ესე ვთქვათ, რა, რომელიც მუდმივი გაფართოვებაა. კაი, მოდი მაშინ ხა გადავიდეთ მაგ რაღაცეებზე რა, ანუ შენ რა, აი ხა კი ჩამოთვალე, მაგრამ მაინც რომ მივყვეთ ისე რა, რომ აი შენი რომელი აღმოჩნდა რა გზაები, რა მიმართულები, რა ტექნიკები, ანუ უკვე დაიწყე კითხვა და რაღაცეები თუ ინტუიციურად მოვიდა თუ ამ მსგავს ცენტრებში სადაც ეხლა ვარ შენ სივრცეში ესე დადიოდი თუ აი როგორი ააწყვეს შენი სეტი ტექნიკების, ესე ვთქვათ, რომელიც ყოველდღიურად გეხმარება. მე მაქვს აი მარტო სარეაბილიტაციო ცენტრი, ეს დღის ცენტრი გამოვლილი და დანარჩენი მე უკვე ჯგუფებზე დავდიოდი ხალხთან აი ეს სპონსორი ქვია, ვინც გეხმარება ნაბიჯების წერაში. და ამ ხალხთან ურთიერთობაში მე კითხვა ცალკე კითხვები ხალხს უსვავდი კითხვებს ბევრს, ძალიან ბევრს უყურებდი ვიდეოებს და ჯგუფთან ურთიერთობის სურვილი ქონდა? აი like minded, აი რაღაც შენ ჯგუფები არის აი ეს 12 ნაბიჯის ჯგუფი, რაც გითხარ თუ დახმარების ჯგუფი აუცილებელია. აი ეგ არის ყველა, ანუ როგორც კი სარეაბილიტაციო ცენტრს მორჩები, უნდა რეალურად ეს სარეაბილიტაციო ცენტრი გამზადებს ჯგუფისთვის. ოკეი, მივხვდი, ხო. იმიტომ რომ პირდაპირ, ანუ არსებობს რა თქმა უნდა ხალხი, ვინც პირდაპირ ჯგუფზე მივიდა და დაიწყო გამოჯანმრთელება, მაგრამ მიუღებლობა აქვს ძირითადად რა. უცებ მიდიხარ და ხალხი ზის, რომელიც თავის ზოგი პრობლემაზე ლაპარაკობს, რეალურად პრობლემაზე არ არის სასაუბრო ეგ ადგილი. ყოველ დღე არის ახალ-ახალი დღის თემა, რის გარშემოც უნდა იტრიალოს ჯგუფმა რა. და ეს ერთი ადამიანი საუბრობს საშუალოდ 5 წუთი, არანაირი კომენტარი, არანაირი პასუხი უკავშირი, მადლობა, შემდეგი და აი ეს ისა და აქიდან ახაც ძალიან რთული იქნება ავხსნა რა.
რა არის ეს ჯგუფი, მაგრამ ხო, ანუ ხვდები რომ პირველ რიგში იმას ხვდები რომ მარტო არ ხარ რა. ხო. ანუ როგონია რომ გიჟი ხარ რა, თურმე ჩოლებრივი რაღაცა ყოფილი, იმიტომ რომ არ ხალხი ხო არ საუბრობს სოციუმში რა. ხო, და ხო, მეთოდებზეც ვთქვათ 1-2 რა. ანუ აი რა იარაღები იყო შენი, სხვადასხვა ტრადიციები, ბუდიზმიდან რაღაცა, შეიძლება ქრისტიანობიდან რაღაცა. ძალიან უცნაურია, ჩემით დავიწყე რაღაც 2007 წლიდან ვაკეთებდი ტრანსცენდენტულ მედიტაციას. რომელიც მომყვა აქამდე და აი არც თუ ისე დიდი ხნის წინ დავიწყე ვიპასანა. ჩემი მეგობარი გასული მომიყვა და დავიწყე ვიპასანაზე გადავედი და მივხვდი რომ ეგ ყოფილა ჩემი რა. აი ეს რაც გითხარი წერები, აი საღამოსაც ძალიან მნიშვნელოვანი პრაქტიკები არის, დღის ინვენტარიზაცია არის რა. რას გულისხმობ? დღის ინვენტარიზაცია, ანუ ხوار ვიყავი გაბრაზებული. ოკეი. ხوار ვიყავი შეშინებული. საინტერესო. ვინმეს ბოდიში ხوار უნდა მოვხადო. და ესეთი ძალიან ბევრი კითხვა. წერ თუ შემგვეწე. წერ არ ძალიან მნიშვნელოვანია რომ დავწერო რა. იმიტომ რომ აქ წვინი არ არის შენ გაგექცევა ყველა რიცი მოატყუებ შენ თავს რა. აქ ვერ იტყუები რა. და ეგ და კიდე ნუ რაღაცები არის რაც ის რას უკეთებ დღეს ჩემს რაღაც. მეუღლეს თქვა და რაღაცებს გაცემა ხო ენერგია. ხო. თუნდაც აი დღის უფრო დღის გეგმასავით არის ჩემთვის რა. ხები რომ აი საღამოს წერ ხვალინდელი დღისთვის რომ აი მე ვიქნები ესეთი, ამას გავუკეთებ, ამასთან ვიქნები ესეთი. ამასთან ვიქნები ესეთი. შემდეგ და ხები ამ დღის გეგმას რო წერ მე ნუ უნდა ეცად რომ არ გადაუხვი ამ შენ დღის გეგმას რა. ხო, ესმის. აი ეხლა რო გისმენ რა აი რაღაც მაინც აი ვერაფერს ვერ აი რაც უნდა ურჩიოთ, რაც უნდა ვილაპარაკოთ. ვერაფერს ვერ იტყვი რომ აი ესენი გააკეთე და იმასთანაც ეგრე კარგად. ხო რა, რაღაც აი უყურებ და აი შენ აი წყალობასაც ხედავ, აი სუფთა რა, ღმერთის წყალობას, რომ აი არ ვიცი, ალბათ იმიტომ რომ შინაგანად კაი ტიპი იყავი თუ არ ვიცი რაღაცა კეთილშობილური რაღაცების გამო, იქ რაღაცა წყალობა მოგივიდა რომ შეძელი რა. ხო, არა, ზუსტად, იმიტომ რომ ნუ აი რავი, ხა მე მაგას ჩემით ვერ ვიზავდი ნამდვილად რა. რაღაცა დამეცა თავზე რა. აი ამ თემებ ეხლა უკვე ესე მდგომარეობაში რა სიფხიზლიდან, ხო? მუსიკა როგორ ეხლა უკვე როგორ გრძნობ მუსიკას? რა შეგრძნებებით აკეთებ მუსიკას და რა არის, ხო, აი რა როლი აქვს უკვე შენთან რა? რამე შეიცვალა მან? იცი რა, იმდენ მნიშვნელოვანი აღარ არის. ანუ მე აგერთმე რომ მუსიკის გარეშე მე არაფერი არ და ვენების გადაჭრა. ეგ პონტი აღარ მაქვს რა, მუსიკა არის ჩემი პროფესია, რომელიც ძალიან მიყვარს. როცა არის ძალიან კარგი არის, როცა არ არის ხო რა, მაგრამ რო უკრავ, იცი რა არის, აი ხო არ ხოლმე აი გადის თვეები რომ არ მიწევს დაგვრა რა და მგონია რომ მომენტ ხო რა შემიძლია მუსიკის გარეშე და აი დაკვრას რო იწყებ ხვდები რომ ცოცხლები ეგრევე რა მაგრამ იქაც არ არის პრობლემა ხვდები და ანუ ამ ხელა მნიშვნელობას არ ვანიჭებ რა და ყველაზე მაგარი ილუზია რა მქონდა იცი რომ ცოტა მეშინოდა ხო იცი გამოფხიზლების მეგონა რომ ჯერ ხო მეგონა ციგნის გმირი ჩემი თავი რომ მე რაღაცა როკსტარი და რამე პონტი მქონდა და მეთქი რომ გამოფხიზლები ამებს დავკარგავ თქო და ანუ რათვისებ მივსტიროდი რომ იცოდე საერთოდ რა კარჩე თუ ანუ აი როგორ მეგონა რომ იქ ვიყავი კაი ტიპი და აქ ბანძი გავიჩნდებოდა ანუ ეგ ვერ გონების თამაშები ხო რა ხო ეს აი თვითონ ეს ბრძოლა რა რაც აი ამდენი გამარჯვება გააქვს ხა ამ გზაზე ბრძოლის ანუ ეს როგორი რაღაცა არის რომ აი ეხა როგორ უყურებ რომ ანუ სადღაც მაინც ეს ბრძოლა მიდის გრძელდება თუ ხო ვენი მოტო არის მხოლოდ დღეს ხო დღეს ხო დღეს ანუ დღევანდელი დღე გადამაგორებინე ხო მის ამ გამოცდილებებით აი ეს ბოლოსკენ რო წავიყვანოთ ჩვენი ლაპარაკი ანუ აი ეხლა გარდა იმისა რომ თუნდაც ესე
ფულწრფელად ამაზე ვსაუბრობთ, სხვაგანაც მინახია პოდკასტი შენი რომ ამაზე რაღაც გავს თემებზე გილაპარაკია, ეს უკვე ჩემი აზრით ეს უკვე მსახურებაა რა, ხო გაზიარება. რაიმე სხვა მეთოდებს, რაიმე სხვა ფორმები ხო არა გაქვს მომავლისთვის დაგეგმილი რა, რომ ეგეთ ტიპებთან რაღაცა შენი გაზიარება მოხდეს. ხო, უფრო ისეთი რა, რაღაცა. ეგეც რავი, მასწავლებლური პოზიცია რა, გაიარე შენ გამოცდილებები და შეგიძლია გადაცერ. რამე ხო არ არის რასაც ჩვენ გვაქვს ესეთი პრაქტიკა, ქვია სპიკერული. მეძახიან ხოლმე ხან ამ თვითდახმარების ჯგუფებზე, ხან სარეაბილიტაციო ცენტრებში. ავდივარ და ნახე მასწავლებლური კი არ არის, ჩემ გამოცდილებას უზიარებ. აი, უყვები ჩემ ცხოვრებას. თავიდან აი აქამდე როგორ მოვედი, აქ როგორ ვარ, ეგ სად ხდება სატარდე? ეს ხდება სარეაბილიტაციო ცენტრებშიც და აი თვითდახმარების ჯგუფებშიც რა. შეგიძლია თქვა რომელიმე ცენტრი რო იცოდეს. კი რა, გამოსავალი არის ჩემი ალმა მატერ. ხო, გასაგები. ხო და ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ აი მე მახსოვს რომ მივედი პირველ თუ მეორე ჯერზე მოვიდა სპიკერი. სპიკერი იყო 4 თვის სიფხიზლით. და როგორ უყურებდი რომ მეთქი ვაიმე, ანუ ღმერთია კაცი რა, 4 თვის სიფხიზლით და აი ესე თვალებში შეოცინებდი რა. და აქედან გამოდერი რა ხვდები რა ამხელა მნიშვნელობა აქვს მაგას რა. რომ ეუნები რომ აი მე შენაირად ვიყავი თან აი კაია რომ აი დეტალები უნდა მოვუყე, ნუ მოხმარების დეტალები კი არა, მაგრამ აი როგორ ცუდად იყავი რა. საიდან ამოხდა? აი ხარ რომ გაღიმებული რომ ელაპარაკები, ხო ის ჯერ ვერ არის გამოსული, მაგრამ იმედი აქვს რომ ანუ აი სადღაც ხარ, ხო, ძალა არის ეგ ყველაფერი და რა, ანუ ძალიან მაგარია მაგას რო აკეთებ რა. ანუ ეგ არის ზუსტად ის რა, მე მაგას ვეძახი მსახურებას. ეგ არის მე-12 ნაბიჯი. ეგ არის მე-12? ვა, რა საინტერესო. 12 ზოდიაქოა და მე-12 თევზებია და თევზები ქრისტეს სიმბოლოა და ქრისტე ეგ არის. აუ ძალიან დიდი მადლობა დღეს რო ვილაპარაკეთ. ეხლა გაგიცანი ფაქტიურად და სასიამოვნო იყო შენთან ლაპარაკი. დიდი მადლობა დაპატიჟებისთვის. მადლობა. ნახვამდის.